მოგესალმებით, ეთერშია გური, სახელი ამბები სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ განცხადება გაავრცელა. EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმე დღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა. დელეგაციის ვიზიტის მიზანი მათივე განმარტებით დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა იყო. EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელი განცხადება დილიდან განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი გუშინ დაასრულა. EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ვიზიტის დასასრულს გეკა გელაძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ლევან იოსელიანსა და მიხეილ ყაველაშვილს შეხვდნენ. ვიზიტის ბოლოს კი ასამბლეის პრეზიდენტი ირაკლი კობახეძეს ეწვია. მანამდე შეხვედრები გაიმართა ოპოზიციასთანაც და მესამე სექტორთანაც. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დასავლურ დიპლომატებთან საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ოპოზიცია კი დელეგაციის მხრიდან საკმაოდ კრიტიკულ დასკვნას და შეფასებას ელოდება. EUTHO არ არის გამონაკლისი, რომელიც ხვდება, რომ საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რაც შექმნა ქართულმა ოცნებამ, ურთიერთგანადგურების რეჟიმში მყოფმა პოლიტიკური დაპირისპირების ლოგიკამ და ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი გამოსავალი. ეს არის შესაბამისი პოლიტიკური პროცესის და კომუნიკაციის დაბრუნება, რაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსავლად. იმისთვის, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას, უნდა გადაუჭრათ ის მთავარი ორი გამომწვევი მიზეზი. ეს არის სამართლიანი არჩევნების საკითხი და მასზე დიალოგის საკითხი და მეორე პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საერთოდ პოლიტიკური პროცესების და საქმეების შეწყვეტა პოლიტიკურ ველზე. ჩვენ ყოველთვის საუბრობდით, რომ არასოდეს ჩვენ არ ვიყავით ძალადობრივი მეთოდების გამომყენებლები და ყოველთვის ვიყავით ჩართულები მშვიდობიან წინააღმდეგობაში და პროტესტში, ამიტომაც არაფერი რაღაც განმასხვავებელი ამ შემთხვევაში არ არსებობს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა წავიკითხოთ ეს განცხადება არაც სამხრივად, არამედ უნდა გავიგოთ მთავარი გზავნილი, რომ საჭირო არის მათ შორის პოლიტიკურ პატიმრებზე იყოს საუბარი და საუბარი არის მათ შორის თავისუფალ არჩევნებზე და კრიზისის განმუხტვის აუცილებლობა. ის რომ ბოიკოტი, პარლამენტის ბოიკოტირება, შემდეგ უკვე არჩევნების ბოიკოტირება იყო შეცდომა, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან თქვენ ბევრჯერ გაგიგიათ, ეს ჩვენი პოზიცია არის და ძალიან დიდი ხნის წინ ვთქვით, შესაბამისად განვაახლეთ საპარლამენტო მუშაობა და ვიყენებთ ნებისმიერ მშვიდობიან გზას იმისთვის, რომ შევამციროთ ოცნების ამორჩევლები, ქართული ოცნება და რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა. ამ დიალოგის შესაძლებლობის სივრცეს ეს ორი ძალა აქრობს, ანგრევს თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით, თავისი რადიკალური სცენარების დაანონსებით, თავისი რადიკალური საკანონმდებლო ინიციატივებით. პირველად მოხდა როდესაც საერთაშორისო სტრუქტურა ლაპარაკობს ძალადობის დაგმობაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ვიხილეთ. ამ კანონების მიღება დავიწყეთ, იმიტომ რომ ეს იყო საპასუხო რეაქცია, რაც ხდებოდა. თუ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და სხვები, ეს რადიკალურად განწყობილი ადამიანები იტყვიან, რომ ისინი უარს ამბობენ ამ ძალადობაზე, ისინი მზად არიან კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში მოექცნენ და ამ მიერიდან ამ ბოიკოტისა და რევოლუციის რეჟიმში კი არ განვითარდება ურთიერთობები, არამედ კონსტიტუციური დანაწესის ფარგლებში, მაშინ რა თქმა უნდა შეიძლება ამ კანონმდებლობის გადახედვაც საქართველოს პრეზიდენტმა ერთხელ თქვა კიდევაც, რომ თუ ჩვენ დავინახოთ, რომ ეს ადამიანები ძალადობაზე უარს ამბობენ, მე შეწყალების ნაწილში დავფიქრდები სერიოზულად რაღაცებზე, მაგრამ როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ გამოვალ თუ არა ციხიდან, უფრო ექსტრემისტი ვიქნები, ვინმე მანამდე ვიყავი, მაშინ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გაძნელდება და წარმოუდგენელი გახდება. ამიტომ ჩვენ რასაც მოუწოდებთ, ყველას მოუწოდებთ. თქვა, რომ ბრუნდებით კონსტიტუციურ ჩარჩოებში, არასდროს არ გამოვიყენებთ არაკონსტიტუციურ მეთოდებს და დარწმუნებული იყავით, რომ ხელისუფლებას ბევრ რამეს გადახედავთ. სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხზე შეხვედრები გრძელდება. დღეს პარლამენტში დისკუსია საცალო ქსელების მცირე და საშუალო ოპერატორებთან მიმდინარეობდა. კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს. პირველ რიგში სწორად გავერკვეთ, როგორ ხდება ფასის ფორმირება ბაზარზე და როგორი ტიპის ბაზარი გვაქვს და შემდეგ რა საშუალებები და ინსტრუმენტები შეიძლება ავამოქმედოთ იმისთვის, რომ ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასი და საუკეთესო ფასი. აქტიურად დგას კეშბეკების საკითხი, რომელსაც აპელირებს
სადისტრიბუციო კომპანიები. ხშირ შემთხვევაში ეს მაღალია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აქ წარმოდგენილი კომპანიების წარმომადგენლები და ქსელები რაღაც წამყვან როლს თამაშობთ ამ საქმეში, ასე რომ ვთქვათ. ანუ ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს, ფასს, ძაფრ კონკურენციაში ვართ ერთმანეთთან და აი ეს კონკრეტულად cashback-ები გამომდინარეობს თვითონ დისტრიბუციისგან. ანუ მე არ მინდა რომ ხა ჩემ ასე რომ ვთქვათ პარტნიორებზე ვისაუბრო ნეგატიურ კონტექსტში, მაგრამ მათ შემოთავაზებული ყველა cashback-ი და ყველა ფასდათმობა, ასე რომ ვთქვათ, თავის მხრივ გულისხმობს მათივე მხრიდან თავის კონკურენტის ჩამოშორების, ასე რომ ვთქვათ, მცდელობას. დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიაზე სხვადასხვა აიპების წარმომადგენელთა 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვა, კულტურა, სპორტის სხვადასხვა მიმართულებები. დღეს საკრებულოს დარგობრივმა კომისიამ აღნიშნული სამსახურების გაწეული მუშაობის ანგარიშებს მოусმინეს. საკრებულოში კი აიპების ხელმძღვანელი პირების საანგარიშო გამოსვლები დარგობრივი კომისიების მიხედვით გაგრძელდება. 2025 წელი ძალიან წარმატებული წელი იყო კულტურის ცენტრისთვის, როგორც ადგილობრივი ღონისძიების ჩათვლით, ისე საერთაშორისო მნიშვნელობით ადგილობრივი და გეგმით ღონისძიებებში და ფესტივალებში კულტურის ცენტრის ასამბლემა, როგორც ფოლკლორურმა, ისე ხალხურმა ქორეოგრაფიულმა ასამბლემამ პირველი ადგილი და გრან-პრები მოიწვიეს. მიიღეს ასევე ქონა საერთაშორისო გასვლები ტალიში და ხორვატიაში, სადაც საუკეთესო შესრულებისთვის გრან-პრი და პირველი ადგილი ავიღეთ. კულტურის ცენტრი ასევე აკეთებს უნიკალურ პროექტს. ეს პროექტი არის ყველა ანსამბლის სიმღერების მოძიება და ჩაწერა. ფაქტიურად მოვიძიეთ და ჩავწერეთ 70 გურულის სიმღერა, რომელიც სრულმოკლე ხანში ადგილობრივი ოზურგეთლების წინაშე წარსდგება აუდიო დისკის სახით და ფაქტიურად ეს საქმე კარგა ხანია, ფიქრობ 2 საუკუნის განმავლობაში არ გაკეთებულა. ასევე მუშაობს წიგნზე კულტურის ისტორია და ცენტრი როგორც ჩატარებული ღონისძიებით, ესე სამეცნიერო კუთხით ძალიან დატვირთული არის. ჩვენ 1 წლის განმავლობაში 123 ღონისძიება ჩავატარეთ, აქედან 10 პროექტი და ასევე მოვიპოვეთ 2 გრანტი. ეს არის კულტურის სამინისტროს გრანტი და სისიპიო ახალგაზრდულის გრანტი, სადაც შეიძლება ბავშვებს შემთხვევაში გაიარონ ციფრულ უნარებთან და ციფრულ სამყაროს ეზიარონ. და ვფიქრობთ, რომ ჩვენი წლევანდელი, უბრალოდ ჩაშრამდელი წელი ძალიან წარმატებული არის ჩვენი ცენტრის საქმიანობისთვის. ჩავაბარეთ 2025 წლის ანგარიში სპორტული მიღწევები ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ჩვენ რომელმაც მიიღეთ საქართველოს ჩემპიონატში წელსაც წარმატებით დავიწყეთ, ესეც აღვნიშნეთ 2026 წელი გუნდური ჩემპიონები გავხდით და ყველას უსურვებთ წარმატებას. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის გაზრა სუბუხი დაზიანების ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ეგო დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით 2000 წელს დაბადებული მგ-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. სამართალდამცავებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ეგ ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავებმა საპოლიციო მოქმედებების შედეგად ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. დაკავებულია ჯამში 51 პირი, დანაშაულის 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 დღის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. სულ დაკავებულია 51 პირი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით.
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, ის კვლავ გამოწვევად რჩება. ოფიციალური მონაცემებით 2025 წლის მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 1,8%-ით არის მომატებული. ამავე პერიოდში გარდაცვალებულთა რაოდენობა 5,6%-ით არის გაზრდილი. თემაზე საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარემ ისაუბრა. ავარების ძირითადი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება და მანევრირების წესების დარღვევა. ითქვა, რომ აუცილებელია აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესება და მხოლოდ სანქცირების ზრდა საკმარისი არ არის. საუბარი შეეხო 1 აპრილიდან ახალი წესის ამოქმედებას, რომელიც 6 წლის ზემოთ მანქანების შეზღუდვა შეეხება. მეტად იზრდება ზარალი და დაზარალებულთა რიცხვი, რაც გულისხმობს, რომ თითოეული საგზაო შემთხვევა არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ეს იყო 2024 წელს. მნიშვნელოვანი ავტოპარკის გაახალგაზრდავება და განახლება, მაგრამ სწორი მომენტი და სწორი, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო პაკეტი არის შესამუშავებელი. ეს ერთი კანონ პროექტი დიდ სურათს ვერ შეცვლის, მაგრამ ამ კანონ პროექტს და ამ კანონს აქვს თავისი რასაკვირველია მნიშვნელობა, ოღონდ სწორ დროს სხვა კანონ პროექტებთან ერთად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენას შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გმ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, 1988 წელს დაბადებული ა და 1997 წელს დაბადებული ნ დააკავეს. სამართალდამცავებმა თბილისში დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ დაფასოვებული ნარკოტიკული საშუალებები და გამომშრალი მარიხუანა ნივთკიცება დამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს გახდა ჩემხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე პარასკევამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ტანჯვის აღმატებაში ადანაშაულებელი. ის კი პასუხობს, რომ უბრალოდ მდგომარეობა ასახა ისე, როგორიც იყო. ფოტო მხოლოდ წამის მიათედებს